ცვლილებები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. სექტემბრიდან ყველა მშობელს შეიძლება ახსაზრდელი დაწესებულებაში 18 საათამდე დატოვოს ნაცვლად 16-ისა. აქამდე გახანგრძლივებულ ჯგუფში მხოლოდ დასაქმებული მშობლების შვილები რჩებოდნენ. ამ გადაწყვეტილებამ აღმზრდელების გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რადგან მათ დაემატებათ სამუშაო საათები, ეს კი ხელფასი არ აისახება. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, ამ ეტაპზე ანაზღაურება ვერ გაიზრდებათ, განიხილავენ მხოლოდ ექთნებისთვის ხელფასების მომატებას. შეიცვალა საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის წესიც. იმ ბაღებში, სადაც ზღვრული ოდენობა დადგენილ ნორმებს აღემატება, ბავშვების რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგი რიგითობით. ბავშვი, რომელიც ცხოვრობს ფაქტიური საცხოვრებლის მიხედვით, იმ ბაღში ჩაირიცხება, რომელ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულშიც ცხოვრობს თვითონ ფაქტიურად, მშობელი რომელ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეც არის დასაქმებული, იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე ბაღში ჩაირიცხება და ბავშვი, რომლის დედმამიშვილიც უკვე არის ჩვენი ახსაზრდელი, იმ ბაღში ჩაირიცხება, რა თქმა უნდა, მისი დედმამიშვილიც. გარკვეული პრიორიტეტები გვაქვს განსაზღვრული, მაგალითად, რას ნიშნავს პრიორიტეტული ჯგუფი, თუ ქალაქ გურჯაანში მცხოვრები ბავშვი, ორი ბავშვი ორივე ქალაქ გურჯაანში ცხოვრობს, პრიორიტეტი მიენიჭება შშმსსმ მარტოხელა სოციალურად დაუცველ სტატუსის მქონე ბავშვებს. ეს ყველაფერი გაწერილი გვაქვს ჩარიცხვა ამ ორი წლის წესში, რომელიც განთავსებულია ჩვენ სოციალურ ქსელში და აუცილებლად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. რაც შეეხება სარეზერვო სიებს, მშობელს შეუძლია დატოვოს ბავშვი სარეზერვო სიაში, 4 საბავშვო ბაღში დაარეგისტრიროს და იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება რომელიმე ადგილი, ავტომატურად რიგითობის მიხედვით და პრიორიტეტული ჯგუფების გათვალისწინებით მოხდება ბავშვის ჩარიცხვა. არც ერთი ახსაზრდელი არ დარჩება წელს სააღრდელო პროცესის მიღმა. ჩვენ ვამატებთ ქალაქის ტერიტორიაზე, ვინაიდან იცით მოთხოვნა ყოველთვის დიდი არის ქალაქში მდებარე საბავშვო ბაღებზე ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ადგილებთან გათვალისწინებით, ამიტომ ვამატებთ დამატებით ჯგუფებს 9 აპრილზე მდებარე საბავშვო ბაღში, ვინაიდან იქ ტერიტორია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დამატებითი ჯგუფები გავაკეთოთ, ყველა ახსაზრდელი, ვისაც ეკუთვნის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა, აუცილებლად მიიღებს ჩვენს მომსახურებას. იყო გახანგრძლივებული ჯგუფები, ნიშნავს იმას, რომ ვისი მშობელიც დასაქმებულია მხოლოდ ის სარგებლობდა ამ სერვისით, წელს უკვე ყველა ახსაზრდელს შეუძლია იყოს 9-დან 6 საათამდე.